ან ალბათ დამეთანხმები, რომ შვილი უდიდესი ბედნიერება მის პირველ სიტყვას, პირველ ნაბიჯს ყოველთვის თანსდევს ემოციების სხვა. თუმცა ალბათ რა თქმა უნდა. თუმცა ალბათ ყველა მშობელი დამეთანხმება სიხარულთან ერთად ჩნდება უამრავი საზრუნავიც. ახალბედა მშობლებს ხშირად აწუხებთ ერთი და იგივე შეკითხვები, ვითარდება კი ბავშვის სწორად და შესაბამისად ხომ არ აგვიანებს პირველი ბგერის გამოთქმას. დრო ხომ არ არის ხოხვა დაიწყოს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად, რომელიც უკვე დილის ტალღის სტუდიაშია ქალბატონი ირინა ქოქოლაძე, პედიატრი. დილო მშვიდობისა, მადლობა რომ ხართ დღევანდელი დილის ტალღის სტუმარი და ნამდვილად საინტერესო თემაა. მოდით დავიწყოთ თავიდან და გითხარით, როგორ მივხვდეთ ასაკის შესაბამისად ვითარდება თუ არა ბავშვი. ზოგადად ბავშვის განვითარება ინდივიდუალური არის და დამოკიდებული არის მემკვიდრეულ ფაქტორზეც, თუმცა არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომელშიც უნდა ჩაჯდეს ბავშვი ასაკობრივად და გარკვეული ნიშნების დაყოვნება უნდა იყოს საგანგაშო, რაც უნდა გახდეს ექიმთან მიმართვის მიზეზი. აი მაგალითად პირველი ასეთი არის თვალით კონტაქტი. ერთი თვის ბავშვს უკვე უნდა ქონდეს თვალით კონტაქტი დედასთან და მამასთან. თუ ეს არ არის, ვერ შეამჩნია, მშობლებმა უნდა შეატყობინონ ამის შესახებ ექიმს. ასევე ორი თვიდან პირველი მეტყველების პირველი ბგერები ღუღუნის სახით გამოჩნდება. თუ ესეც ვერ შეამჩნია, ესეც უნდა გაითვალისწინოს მშობელმა. ორი თვიდან უნდა იყოს, დიახ. მხედველობა და ღუღუნი ეს განვითარების ეტაპებია, დიახ. ასევე ერთი წლის ასაკში ბავშვს დაახლოებით 20-დან 50 სიტყვამდე უნდა ესმოდეს, რეაგირებდეს და უნდა ფლობდეს დაახლოებით 10 სიტყვამდე მარაგს მარტივი. უნდა ამბობდეს ერთი წლის ასაკის ბავშვი. დედა, მამა, მომე, ასეთი მარტივი სიტყვები უნდა თქვას ცალკეულად და ასევე ამ ასაკისათვის მნიშვნელოვანი არის შეიძლება არ ფლობდეს 10 სიტყვის მარაგს, მაგრამ ის შემოდის კონტაქტში ჟესტიკულაციით და მიმიკებით, ანუ საუბრობს მიმიკებით. ხოლო 2 წლის ასაკში ეს უკვე არის 2 წლის ასაკში ბავშვი 3 სიტყვიან მარტივ წინადადებას უნდა ამბობდეს. ჯდომა, სიარული. ჯდომა 6 თვიდან იწყებს დახმარებით დაჯდომას, 7 თვის ბავშვი დამოუკიდებლად უნდა იჯდეს. 1 წლის ბავშვი უკვე უნდა დადიოდეს. ეს არის კარგი განვითარების ბავშვი. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ერთნაირად არის. ერთნაირად არის, დიახ. და იმას ვამბობდი, რომ შეიძლება ეს ეტაპები რაღაც პერიოდში შეფერხდეს. 2 კვირით დაიგვიანოს, შეიძლება 1 თვითაც დაიგვიანოს. ბუნებრივია, შეიძლება დაეწიოს თავის ასაკს, მაგრამ მაინც რომ არ გამოგვეპაროთ ჩვენ რაიმე პათოლოგია და შორსწასული ფორმები, აუცილებელი არის რომ ის სავალდებულო ვიზიტები, რომელიც არის შემუშავებული ყოველთვიურად გეგმიური, აუცილებლად უნდა გაიაროს მშობელმა. სხვათა შორის, როდესაც მშობლებს ხედავ ბავშვით ხელში, ანუ დაახლოებით ესე 2-3 თვიდან 6 თვემდე. ყოველთვის ვარ მე თვითონ დაძაბული, იმიტომ რომ მგონია რომ აი ეს კისერი და ზურგი მშობელმა უნდა დაუჭიროს. რომელ თვემდე აუცილებელი აი ამ თავის კისრის და ზურგის დაჭერა? აუცილებელია 6 თვემდე, 6 თვისა უკვე კარგად მყარად იჭერს თავს და ხელებსაც აკონტროლებს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი თავისა და ხელების კონტროლი, რომ დავიწყოთ დამატებითი მყარი საკვები. დიახ. აი რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის აუცილებელია ზურგი და თავი იყოს დაცული. ზედმეტი გადახრამ შეიძლება დააზიანოს ხერხემალი და შესაბამისად ზურგის ტვინის დაზიანებაც გამოიწვიოს, ამიტომ აუცილებელი არის რომ თავი დავაფიქსიროთ. ჩვილი ბავშვის აყვანის დროსაც ისე უნდა ავიყვანოთ, რომ თავი ყოველთვის იყოს დაფიქსირებული და ბავშვს ჩვილს თავი ზოგადად უფრო დიდი აქვს და უფრო მძიმე და შესაბამისად შეიძლება გადაწყვეტოს. კი, და უნდა იყოს დაფიქსირებული. ასევე ყველაზე ხშირად ნერვიულობენ მშობლები განსაკუთრებით მეტყველებაზე და როდესაც ბავშვმა უნდა გაიაროს და რაღაცა არ დადის და ადრე მოგეხსენებათ ხო, როცა იგენ მოგეხსენებათ ადრე ჭოჭინაში სვამდნენ ბავშვებს. საინტერესოა ეხლა თუ აი ეს სტანდარტი რომ ჭოჭინაში ჩაისვას ბავშვი და ისე დაიწყოს
დაიწყო სიარული, რა სტანდარტებია დღეს და რომელი ასაკიდან არის რეკომენდებული? ჭოჭინა ძირითადად აღარ არის რეკომენდებული, თუმცა თუ გვინდა რომ გამოვიყენოთ ჭოჭინა, აქვს თავისი კრიტერიუმი. მე ორივე შვილი ჭოჭინაში გავიდა. ნაადრევი დატვირთვა ხდება კიდურებზე და შემდეგ ხერხემალზეც და არის ამის შესახებ მოსაზრება რომ ეს აზიანებს ძვალსახსროვანი სისტემის განვითარებას და შემდეგ სკოლიოზებით და წელის ლორდოზებით და მენჯბარძაყის პრობლემებით შეიძლება გაართულოს. ანუ როგორც მივხვდი წლებთან ერთად იცვლება ბავშვის აღზრდის მეთოდიკა. რა თქმა უნდა, იცვლება და ესე იგი ჭოჭინას აქვს თავისი კრიტერიუმი. როდესაც ბავშვი საგანზე დაყრდნობით ბავშვს შეუძლია დადგეს, მაგრამ ჯერ სიარული არ იცის. ანუ დაიყრდნო მაგიდას, დადგა, აი მაშინ შეგვიძლია ჩვენ ჩავსვათ ჭოჭინაში. თუმცა როგორც წესი ეს პერიოდი არის ძალიან ხანმოკლე, დაახლოებით ერთ კვირაში 10 დღეში ბავშვი ისედაც გაივლის თავისით. ამიტომ ჭოჭინა არის ძალიან ხანმოკლე პერიოდისათვის, ვისაც უნდა ჭოჭინა, ვისაც უყვარს ჭოჭინა, აი იმისთვის ვამბობ ამ რეკომენდაციას. ეს ძირითადად ბავშვის ყურადღების გადატანის ატრიბუტია ჭოჭინა, იმიტომ რომ უფრო მარტივია ბავშვის გართობა, ასე თქვა, ჭოჭინაში ვიდრე მანეჟში. მშობლისთვის არის უფრო უსაფრთხო ჭოჭინაში, არ წაიქცევა. დაფიქსირებულია ბავშვი და ამიტომ შემოურჩა ჩემი აზრით მე ასე ვფიქრობ. კიდე რამდენი წლის უნდა იყოს ბავშვი, რომელ ასაკში უნდა გაიაროს სრულყოფილად ბავშვი? 1 წლისა უნდა გაიაროს. აქვე მინდა ვთქვა ტუალეტის ტრენინგთან დაკავშირებით. ეხლა მე ხშირად ვხედავ ბავშვებს, რომელსაც საფენები ეგრეთ წოდებული პამპერსები 2 წლის და 3 წლის ასაკშიც უკეთიათ ხოლმე და ხანდახან მშობლები ნეგატიურად არიან განწყობილი, რომ აი უნდა ეკეთოს, რატომაც არა. არ უნდა ეკეთოს. ყველაზე ოპტიმალური პერიოდი, რომ ჩვენ ბავშვს ვასწავლოთ ტუალეტის ტრენინგი, არის წინახევრის პერიოდი, 18 თვე. უნდა ვცადოთ პირველიც და თუმცა ამისთვისაც არის კრიტერიუმები, მომზადებული არის თუ არა ბავშვი, უნდა შევამოწმოთ. როგორ უნდა შევამზადოთ? თუ 2 საათი და მეტი საფენი არის მშრალი, ესე იგი ბავშვი არის მზად. თუ ინტერესდება უფროსების ტუალეტის რუტინით, ბავშვი არის მზად. და პირველი მცდელობა ქოთანზე დავსვათ, თუ გამოგვივა, თუ არა. აი თქვათ არ გამოგვივიდა, მე ახლა სანაცნობოში ბავშვი რომელსაც შეუჩნდა მშობელი კაცო, ესე გაუჩნდა ნეგატიური განცდა, კი რაღაც შიში და განცდა გაუჩნდა, ერთი თვით უნდა გადავდოთ ეს ტრენინგი. ერთი თვის შემდეგ ისევ ვცადოთ და ასე გამოგვივა. ყოველდღეში 2 წლამდე უნდა გადავაჩვიოთ ჩვენ. ამბობენ ბიჭი ბავშვები უფრო გვიან იწყებენ პირველი ნაბიჯების გადადგმას ვიდრე გოგონებო და რამდენად შეესაბამება სიმართლეს? უფრო ხალხური მოსაზრება არის, ხალხური ბიჭები დაკვირვება. უფრო გვიან იწყებენ საუბარს. ესეც ხალხური დაკვირვება არის უფრო, დიახ. თუმცა რახან ინდივიდუალური არის, არ აქვს დამოკიდებული, არ არის დამოკიდებული ამ შემთხვევაში. სქესზე და ბოლოსკენ რო წავიდეთ, ახლა გვიყურებენ ახალბედა-დედები, რომლებიც ყველაფერზე ნერვიულობენ, საჭმლის ჭამაზეც როგორ გადაყლაპავს ბავშვს და ასე შემდეგ. რა რჩევებს მიცემდით მათ? აი რო შევაჯამოთ და თავარი რეკომენდაცია. თავარი რეკომენდაცია, დამატებითი მყარი კვება, არ უნდა დავიწყოთ დროზე ადრე, უნდა იყოს პედიატრთან შეთანხმებული. თუ ბავშვი ეს წეღან ვახსენე თავის და კისრის კონტროლი ბავშვს აქვს, ასევე ენით შეუძლია კოზის გამოგდება, მას არავითარ შემთხვევაში არ გადასცდება. იმას უკვე აქვს ღეჭვის რეფლექსი და კბილები ჯერ არ აქვს, ან ზოგს შეიძლება 6 თვისას 1 კვილი ან 2 კვილი კონდეს, თუმცა ის ღეჭვის რეფლექსი და კარგად დამუშავებულ, დაქუცმაცებულ და არა დაბლენდერებულს არავითარ შემთხვევაში მცირე ნაწილაკებს ისე დაამუშავეს პირის ღრუში და გადაყლაპავს, რომ საშიშროება ამისი არ იქნება. და თუ დრო მეყოფა, მინდა ვთქვა ასევე, რა მოქმედებს, რა აფერხებს ბავშვების განვითარებას. ბავშვების განვითარებას აფერხებს მშობლების ინფექციური და არაინფექციური დაავადებები, მშობლების უმუშევრობა, მშობლების წეველობა, შფოთვითი სინდრომი, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და ასევე დაბადების დროს წარმოქმნილი პრობლემები, მცირე წონის ნაყოფი, ესენი რისკის ჯგუფია, ის ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ მძიმე მშობიარობიდან და მოუწიათ რეანიმაციულ განყოფილებაში დაყოვნება
აი ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი და არ შეიძლება ჩვენ დავაბრალოთ ბავშვების განვითარების დაყოვნება, პროფილაქტიკურ აცრებს ან სხვა რაიმე ასე სამედიცინო პროცედურებს და ასევე ეკრანი. ადრეულ ასაკში, აი 3 წლამდე პერიოდი ბავშვისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძირითადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რომელიც მას მთელი სიცოცხლის მანძილზე გაყვება, ხდება 3 წლამდე. ეს არის კვებითი უნარი, ქცევითი უნარი და დასწავლის უნარი, ასევე ტუალეტის ტრენინგი იგივე და სხვა ძირითადი საბაზისო უნარები. დიდი მადლობა. კი, მადლობა ძალიან დიდი. შევახსენოთ მაყურებლებს, ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი ირინა ქოქოლაძე, პედიატრი და თემა იყო როგორ გავიგოთ ვითარდება თუ არა ბავშვი. სწორად.